2006 წლის იანვარში სასჯელ აღსრულების დაწესებულების რუსთავის ნომერ 1 დაწესებულების პატიმრებმა გადაწყვიტეს ციხიდან გაქცევა. კერძოდ მსჯავრდებულებმა გია გორგაძემ და დავით ლეკვთაძემ ზედმეტსახელად ქიცინიჩმა შეიმუშავეს შესაბამისი გაქცევის 2 გეგმა. გეგმა ნომერი 1. გია გორგაძის ძმას, შოთა გორგაძეს სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის რუსთავის ნომერ 1 დაწესებულების ეზოში პატიმრებისთვის გარედან უნდა გადაეგდო ავტომატურ ცეცხლსასროლი იარაღები, რომელსაც დაეუფლებოდნენ დაწესებულების ეზოში მყოფი პატიმრები. იარაღების დაუფლების შემდგომ ეს პირები ამ იარაღით განეიტრალებდნენ კოშკურაზე მყოფ გუშაგებს და ღობეზე გადაძრომით თავს დააღწევდნენ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას და შესაბამისად სასჯელის მოხდას. გეგმა ნომერი 2. რუსთავის ნომერ 1 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული დავით ლეკვთაძე მოახდენდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სტიმულაციას, რის შემდგომ მისი გეგმის თანახმად დაწესებულების ტერიტორიაზე შევიდოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, რომელსაც უნდა გაეყვანა ციხის ტერიტორიიდან საავადმყოფოში თითქოს და ავადმყოფი დავით ლეკვთაძე. დაწესებულების ტერიტორიის დატოვების შემდგომ გზაზე მანქანას გადაეღობებოდნენ შეიარაღებული პირები და თავდასხმის შედეგად დაიხსნიდნენ პატიმრობიდან მას. დასახელებული გეგმის განსახორციელებლად გია გორგაძე ციხიდან დაუკავშირდა მის ძმას, შოთა გორგაძეს. თავის მხრივ შოთა გორგაძე დაუკავშირდა მის მეგობრებს, მარად ართმელიძეს და რომან სურმანიძეს. აღნიშნულმა პირებმა უკანონოდ მოიპოვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები. მათ ეს იარაღები უნდა გამოეყენებინათ სწორედ წინასწარ შემუშავებული ერთ-ერთი გეგმის განსახორციელებლად. მოცემული ინფორმაცია კერძოდ ციხიდან გაქცევის ორგანიზების შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები გავიდნენ ოპერატიული ღონისძიების ჩასატარებლად. ინფორმაციის მიხედვით პირები, რომლებიც ციხის გარედან გეგმავდნენ იარაღის გამოყენებით გაქცევის ორგანიზებას, სავარაუდოდ იმყოფებოდნენ სადღაც ნავთლუღის ავტოსადგურისა და მეტროსადგურ სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე. როდესაც სამართალდამცავები მივიდნენ ინფორმაციის გადასამოწმებლად სავარაუდო ადგილას, იქვე შეამჩნიეს 3 პიროვნება, რომლებიც საეჭვოდ გადაადგილდებოდნენ. ამასთანავე ერთ-ერთი პიროვნების ვიზუალური მახასიათებლები ემთხვეოდა შოთა გორგაძის აღწერას. სამართალდამცავებმა მათ მოუწოდეს შეჩერებულიყვნენ. ბოროტმოქმედებმა იგრძნეს რა მათი დაკავების რეალური საფრთხე, დააპირეს გაქცევა და განახორციელეს გასროლები სამართალდამცავების მისამართით, რასაც თავდათვის მიზნით სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოჰყვა საპასუხო სროლა. შედეგად 3-ვე პირი იქნა ლიკვიდირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე თანამშრომელთა მოქმედება იყო კანონის შესაბამისი და სრულიად ლეგიტიმური. სცენარი მიმდინარეობს პოლიტიკური დავალებებისა და გეგმის მიხედვით შემდეგი პირების მონაწილეობით. პოლიტიკურ დავალებას ბიძინა ივანიშვილისგან ღებულობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც თავის მხრივ დირექტივებს აძლევს ოთარ ფარცხალაძეს. ფარცხალაძე რეალურად მართავს პროკურატურას და სწორედ ის აძლევს მითითებებს
მოცემულ საქმეებზე მთავარ პროკურორს და ქალაქის პროკურატურას, სადაც გამომძიებლები გურგენ გილაური და დავით ძნელაშვილი ძალადობისა და შანტაჟის მეშვეობით ახდენენ მტკიცებულების მოპოვებას და ფალსიფიკაციას. ასევე გია გორგაძე მიდის საინფორმაციო სააგენტო პრაიმ ტაიმში, რათა საზოგადოებასაც ამცნოს პროკურატურის უკანონო ქმედებები. მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია უკანონოს სატელეფონო მიყურებების შედეგად ცნობილი ხდება პროკურატურის მუშაკებისთვის. თბილისის პროკურატურის გამომძიებელი გურგენ გილაური პოლიციის თანამშრომლების დახმარებით პირდაპირ პრაიმ ტაიმის ოფისის შესასვლელიდან იტაცებს გია გორგაძეს და მიყავს იგი პროკურატურაში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. მიუხედავად განხორციელებული ზეწოლისა და მუქარისა, გია გორგაძე კვლავ მიდის ბაჩუ ახალაიას ახლობლებთან და კვლავ უყვება განხორციელებული ზეწოლის შესახებ. გეგმის ფარგლებში დავით ძნელაშვილი დაკითხვაზე იბარებს შალვა თათუხაშვილს და ნაცადი ხერხით მასზე ახორციელებს ზეწოლას, სასურველი ცრუ ჩვენების მისაცემად. როგორც აღმოჩნდა, შალვა თათუხაშვილის ცრუ ჩვენების მიცემაზე დაყოლიება არ აღმოჩნდა იოლი. დავით ძნელაშვილს და გურგენ გილაურს დასჭირდათ მისთვის ფიზიკური ზეწოლის განხორციელება, რასაც ადასტურებს მის სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებები. გორგაძის მაგალითიდან გამომდინარე, შალვა თათუხაშვილიც რომ არ მისულიყო დავით ახალაიას ადვოკატებთან და არ განეცხადებინეს სიმართლე, ფორმალურად დაუნიშნეს დაცვის სპეციალური ღონისძიება. რეალურად კი უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება შალვა თათუხაშვილს, რომელიც მეორე დღეს მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებით თითქოს გისოსებიანის სახლიდან გაექცა თავისივე დაცვას. საბოლოოდ შალვა თათუხაშვილზე განხორციელებულმა წამებამ და ძალადობრივმა ქმედებებმა გამოიწვია მისი გარდაცვალება. გია გორგაძე ნასამართლევია 2002 წელს, ქურდობა და ქურდობის მცდელობა, 2003 წელს, ციხიდან გაქცევა, 2004 წელს, ციხიდან გაქცევა ჯგუფურად. დავით ლექვთაძე ნასამართლევია ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, იარაღის უკანონო ტარება და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა. ვალერიან პაპავა ნასამართლევია 2002 წელს, ყაჩაღობა. მიხეილ მანდარია ნასამართლევია 2004 წელს, ყაჩაღობა. 2012 წელს, ქურდობა. მამუკა ბეჭვაია ნასამართლევია 2003 წელს, ყაჩაღობა. 2012 წელს, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. ბერდია მესხი ნასამართლევია 2006 წელს, ყაჩაღობა და ქურდობა.